ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ჭამა და არ ვიყავი ისეთი ბავშვი, რომ აი ვთქვათ რაღაცა კონკრეტული საკვები უნდა მარტო რომ მიირთვას. პურის ნამცეცებს ვაგროვებდი ხოლმე მაგიდაზე და იმასაც კი ვჭამდი. და დღის განმავლობაშიც ვჭამდი შუა დღისას დილით, როცა მთავაზობდნენ რა. მოკლედ და საღამოსაც რა თქმა უნდა. იყო 90-იანი წლები და როცა გაჭმევდნენ და გაძლევდნენ საჭმელს უნდა გეჭამა წესი იყო ესეთი და არაფერზე უარი არ უნდა გეთქვა. სითხეს ბევრს ვიღებდი. მაგრამ აი ისე რომ რაღაცა განსაკუთრებულად მიყვარებოდა წყალი ან პირიქით არ მიყვარებოდა, ეგრე არ მიყვებიან და მე თვითონაც არ მახსოვს, იმიტომ რომ წყალს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. მე რო გავიზარდე და გავიგე რომ თურმე წყალი ბევრი უნდა დალიო, იმიტომ რომ კარგია. იმის მერე ვაქცევ უკვე ყურადღებას რა რაოდენობის სითხეს ვიღებ. დღის რეჟიმი მაქვს საკმაოდ კი არა და ძალიან დატვირთული, იმიტომ რომ ზოგჯერ მიწევს სამსახურში 12 საათის გატარებაც, ზოგჯერ ისე ხდება, რომ აი მეტი თავისუფალი დრო მაქვს, ან ნაკლები თავისუფალი დრო მაქვს, მაგრამ ვცდილობ, რომ წყალი დავლიო. ვცდილობ, რომ თქვათ სამუშაო მაგიდასთან გვერდით მედოს წყლის ბოთლი, რომ თუ გამახსენდა და უნდა გამახსენდეს წესით დავლიო. მაგრამ არის ისეთი პერიოდები, რომ ჭამაც მავიწყდებოდა, წყლის დალევაც მავიწყდება. შეიძლება ყავა დავლიო, მაგრამ წყალი არა. თუ ისე მოხდა რომ სამსახურიდან ბრუნდები სახლში ადრე, იქიდან გამომდინარე რომ ძირითადად კომპიუტერთან მუშაობა მიწევს, არის ისეთი დღებიც რომ სულ კომპიუტერთან მუშაობა მიწევს, მინდა ხოლმე რომ ფეხით გავისეირნო. ყოველთვის მიმაქვს თან წყლის ბოთლი. მივდივარ სადმე ვჩერდები მე ან რაღაცას ვაკეთებ ან წერ ან რაღაც და ვსვამ რა ამ წყალს, მაგრამ მაინც ვერ ვიღებ საკმარის რაოდენობას და ამიტომ როცა სახლში მივდივარ მე იქ ვინაზღაურებ ასე ვთქვათ და ზოგჯერ ზედმეტიც მომდის. სახლის გზაზე რო ვარ ხოლმე დედაჩემს ან წერ ან ვურეკავ რომ მოვალ სახლში საჭმელი დამახვედრებ. მიყვარს მჟავეები, ეს მწარე და მლაშე. მწნილზე ვგიჟდები კიდე. ღამის განმავლობაში ყოველთვის მიდგას საწოლის გვერდით წყლის ბოთლი. ლიტრიანი წყლის ბოთლი მიდგას, მაგრამ ისეა ხოლმე ზოგჯერ რომ აი თქვათ ეს 1 ლიტრი დავლიე და მე ვდგები ღამე, იმიტომ რომ ძალიან წყურია, კიდევ ავსებ ამ ბოთლს და მე თუ არ დამეზარა კიდევ ავსებ. ანუ ღამის განმავლობაში დაახლოებით 2 ლიტრამდე წყალს აუცილებლად ვსვამ. და აქედან გამომდინარე დილით ვიღვიძებ, მე შეშუპებული და ჩემი დანახვა არავის არ გაუხარდება ალბათ ამ დროს. მე ყურადღებას ვაქცევ იმას თუ როგორ გამოვიყურები სახეზე, ან მე ვიცი რომ სახე შეშუპებული მაქვს, იმიტომ რომ თვალებს ვერ ვახელ ნორმალურად. სხეულზე შეშუპებული ვარ თუ არა, ამას მე თვითონ ვერ ხვდები. მაგრამ ვიცი რომ აი დღის განმავლობაში უკვე თქვათ საშხაპეში რომ შევდივარ, იქიდანვე მიცხრება ეს შეშუპება. ვიყავი ექიმთან და შევამოწმე თირკმელები, მაგრამ თირკმელებზე არაფერი არ მჭირს. ეს პრობლემა რომ მოვაგვარო, მარტო ის კი არ მჭირდება, რომ ჩემი დღის რეჟიმი შევცვალო და დავალაგო, მჭირდება შესაბამისი ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაც და ჯერ ეტყობა მაგ დონემდე ვერ მივედი, რომ რაღაცნაირად გადავანაცვლო რაღაცეები და ნორმალურად მივხედო როგორც ჩემი შეშუპების პრობლემას, ისე იმას, რომ ადამიანურად ვიკვებო და მივიღო წყალი.